სოციალურ-პოლიტიკურ ჭრილში ახალი ინფორმაციის მოპოვებისაკენ ადამიანის ბუნებრივი გაუოკებელი სწრაფისა და თანამედროვე უკიდურესო საინფორმაციო უნარების არსებობის ფონზე ამგვარი მითების ერთ-ერთი მთავარი წყარო არის დეზინფორმაცია. საქართველოში დღეს გავრცელებული დეზინფორმაციის მექანიზმებს სათავე საბჭოთა კავშირში გაედგა. დეზინფორმაცია მე-20 საუკუნეში საბჭოთა პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო, რომლის მეშვეობითაც საბჭოებში ხდებოდა დასავლური სამყაროს მიღწევების, ფასეულობებისა და ცხოვრების წესის დისკრედიტაცია. ამგვარად, საბჭოთა კავშირის მსგავს ტოტალიტარულ სისტემებში დეზინფორმაცია არსებული პოლიტიკური სისტემის შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს. ანალოგიური ვითარება გვაქვს თანამედროვე მსოფლიოში არსებულ ავტორიტარულ სახელმწიფოებში, სადაც დეზინფორმაცია საზოგადოებრივი აზრისა და განწყობების მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია. თუმცა დეზინფორმაციის ფენომენი მხოლოდ არათავისუფალ პოლიტიკურ რეჟიმებში როდი გვხვდება. განვითარებადი, ისევე როგორც შემდგარი დემოკრატიის ქვეყნებისთვის, დეზინფორმაციასთან ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ცხადია, რომ ეს ერთობ კომპლექსური, შრომატევადი და განგრძელვადი პროცესია და მხოლოდ იმიტომ, რომ ის დიდ რესურსებსა და მრავალმხრივ ძალისხმევას მოითხოვს, არამედ იმიტომაც, რომ დეზინფორმაციის თანამედროვე მექანიზმის ელემენტები ადამიანის უსაფრთხოების არსზე მისი ბუნების ცალკეულ მნიშვნელოვან თვისებებზე დაყრდნობით არის შემუშავებული, რომელთაგანაც ზოგიერთის შესახებ ზემოთ აღნიშნავ. დეზინფორმაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და პრობლემა განვითარებადი ქართული დემოკრატიისთვისაც, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში. რუსეთის ფედერაციის სურვილი გავლენა მოახდინოს ქართულ საზოგადოებრივ აზრზე სერიოზულ სირთულეებს წარმოქმნის ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რუსული პროპაგანდა მტკივნეულ რელიგიურ, სოციალურ-ეკონომიკურ და სამხედრო პოლიტიკურ საკითხებზე აპელირებით ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების მიმართ დასავლეთიდან მომდინარე საფრთხის მოდელირებითა და სიმულაციით მიზან მიმართულად ანგრევს ქართული საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებს, რითაც ქართული სახელმწიფოებრიობის დასუსტებასა და საქართველოში დასავლური სამყაროს ხატის დისკრედიტაციას ცდილობს. რაშია გამოსავალი? ალბათ, როდესაც ვსაუბრობთ პრობლემაზე, მის არსზე, მნიშვნელოვანია ჩვენ იქვე ვისაუბროთ იმ გზებზე, როგორ შეიძლება ამას დაუპირისპირდეთ და რით შეიძლება დაეცილოს. ჩვენი აზრით, გამოსავლის ზიებას ამ გამოწვევის ორ პერსპექტივასთან მივყავართ. ერთი მაგარი მოკვლევადიანია, მეორე გრძელვადიანი. მოკვლევადიან პერსპექტივაში გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს სატელევიზიო მედიაში, პრესასა და ინტერნეტ სივრცეში შესაბამისი საინფორმაციო პლატფორმების განვითარება, მათი მუდმივი მხარდაჭერა და საზოგადოებაში პოპულარიზება. ჩვენი ქვეყნის სწრაფად მოწყვლად ჯგუფებში კი საჭიროა იმგვარი ინტენსიური საინფორმაციო კამპანიის წარმართვა, რომელიც შესაძლებელს გახდის თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში მათი მრავალმხრივი ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხარისხის ამაღლებას. ეს შესაძლებელს გახდის დეზინფორმაციის ინტენსიური ნაკადის გარკვეული დოზით შეკავებასა და დაბალანსებას. გრძელვადიან პერსპექტივას რაც შეეხება, ის მოითხოვს უფრო ხანგრძლივ და კომპლექსურ შრომას, დიდ რესურსებსა და დროს, რადგან ის განათლების სფეროს გაუმჯობესებასა და ნამდვილ რეფორმას ეხება. ყოველთვის მიზიარებდი იმ მოსაზრებას, რომ განათლება ნაყოფიერი სამოქალაქო და სოციალური ცხოვრებისა და სრულფასოვანი პასუხისმგებლიანი მოქალაქის ჩამოყალიბების მთავარი წინაპირობაა. განათლება მხოლოდ შიშველი თეორიული ცოდნის შეძენა არ არის.
სახელმწიფოებრივი კუთხით ის უმეტესწილად სოციალური უნარჩვევების, კომპეტენციებისა და ფასეულობების შექმნა შეძენის პროცესია. საგანმანათლებლო დაწესებულებამ მხოლოდ ამა თუ იმ დარგის სპეციალისტი კი არ უნდა მოამზადოს, არამედ უწინარეს ყოვლისა უნდა აღზარდოს იმ ტიპის მოქალაქე, რომელსაც კარგად ექნება განვითარებული კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარები, შეძლებს ლოგიკურ და სისტემურ აზროვნებას, ღირებულებით მსჯელობას. ასეთი მოქალაქე კი აღიარად მოახდენს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ზუსტ იდენტიფიცირებას და თვითონვე ჩაერთვება მის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამდენად, სასკოლო და უმაღლესი განათლების სრულპასუხოვანი რეფორმა, რომლის მთავარი მიზანის თანამედროვეობის გამოწვევა და გათვალისწინების გზით მათი ადეკვატური გაზრება, ზემოთ წამოჭრილი პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად ესახება. ბატონებო და გაბატონებო, დასასრულს მოვახსენებთ, რომ დეზინფორმაცია, როგორც პოტენციური საფრთხის შემცველი მუდმივი გამოწვევა, კაცთამოდების თანმიმდევრი პროცესია და მასთან დაპირისპირება, მისი გაუგებრაყოფა მოითხოვს გამოწვევად, გეგმაზომიერ და მიზანმიმართულ პრევენციულ ღონისძიებათა მთელი რიგის გატარებას, რომლის მთავარი მიზანი საზოგადოების მუდმივი სწორი ინფორმირება უნდა იყოს. მადლობა.